გამარჯობათ, ჩვენ ვყოფებით art project ყველაფრის მაღაზიაში მის შემქმნელთან და სულის ჩამდგმელთან ილო მახარაძესთან. ილო, მოგვიყევი პროექტის შესახებ? გამარჯობა ჩილი, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დავიწყებ თავარი გასაღებით ამ პროექტის, ეს არის შეკვეთების წიგნი, საიდანაც იწყება ყველაფერი. აქ არის ბევრი სხვადასხვა შეკვეთა განთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი შეკვეთა, ჩვეულებრივი კლასიკური გაგებით, არამედ არის უფრო იდეები, სურვილები, რომელსაც წერენ ადამიანები როგორც შეკვეთას. ანუ ამბობ, რომ ეს არის იდეების სრეული, რომლებსაც ახორციელებენ სხვადასხვა არტისტები, ხო? ხო, ეს ამ შეკვეთებს შემდეგ ნახულობენ უკვე ის ხელოვანები, ვინც ჩვენთან თანამშრომლობენ და ასეთი ხელოვანი შეუძლია ყველა გახდეს. ირჩევენ თვითონ რომელიც მოეწონებათ, რომელსაც ჩათვლიან როგორც მათთვის ინსპირაციას რაიმე ხელოვნების ნიმუშის გასაკეთებლად და შემდეგ ასრულებენ. და აი მთავარი მომენტი სწორედ მანდ იწყება, რომ როგორ ასრულებენ. ისინი სრულიად თავისუფალნი არიან აი ამ ნამუშევრის შექმნაში, თავად ირჩევენ მასალასაც, ფორმასაც, საითაც უნდა იქით წაიყვანენ მოკლედ ნამუშევარს. შემკვეთმა არც ის იცის, ვინ შეასრულებს ამ ნამუშევარს და არც ის თუ რა ფორმით შესრულდება. ამ მეთოდით ხო ჩვენ გვინდა რომ ხელოვანმა დაიტოვოს სრული შემოქმედებითი თავისუფლება ერთი მხრივ და მეორე მხრივ შევიდეს ასე ვთქვათ ბიზნეს გარიგებაში. აი ამ მოდელით ჩვენ გვინდა რომ გადავკვეთოთ ხელოვნება და შემოქმედებითი თავისუფლება და ბიზნესი და აი პრაგმატული მატერიალური სფერო. თითქოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნება ისე მოვარგოთ ერთმანეთს აი ამ თამაშის ფორმით, აი ასეთი რაღაც მოდელირებით, რომ არც ერთი არ დაზიანდეს, ორივემ იმუშაოს და ორივემ იმუშაოს ერთი მიზნისთვის. ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს სურვილები კოსმოსის გზაზე გავუშვათ და შუამდე მიაღწიონ. ეს შეკვეთა ავირჩიეთ მე და დევისმა იმისთვის, რომ ჩვენი და დამკვეთი სურვილებიც აგვესრულებინა. ამისთვის ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო ვარიანტია სურვილის ხშირად და ხმამაღლა გამეორება იმისთვის, რომ ესე გაიფანტოს კოსმოსშიც და არა მარტო კოსმოსში. კოსმოსთან კავშირიც რო არ დაგვეკარგა, ავირჩიეთ ესეთი მეთოდი, რომ რაღაცა კოსმოსური ნაწილი გვქონოდა ობიექტში, რომელიც ესეთი ლამაზი ქვა არის. რადგანაც გამოფენა გორში გვქონდა, გორი, რომელიც ყველაზე მეტად გავს უფლისციხის ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად გავს კოსმოსს, იქიდან ჩამოვიტანეთ ესეთი ქვა, ამას დავუმონტაჟეთ სპიკერი და ამის მეშვეობით შეგიძლია რაც ჩასახო ის ამოგძახოს და გაიმეორო რამოდენიმეჯერ ხშირად და ხმამაღლა. მოდი მოგვიყევი მისი ისტორიის შესახებ, როგორ დაიწყე, როგორ წამოვიდა ეს იდეები, როგორ მოიფიქრეთ ეს ყველაფერი, როგორ ჩამოყალიბდა ყველაფერს მაღაზია და რა გზა გაიარა აქამდე მოსასვლელად. რამდენიმე წელია რაც ამ პროექტზე ვმუშაობ, თავიდან ცოტა განსხვავებულად დაიწყო. მაგრამ ნელ-ნელა აი ეს ფორმა მიიღო. თავიდან იდეა იყო რომ უბრალოდ ყოფილიყო მრავალფეროვანი პროდუქცია და აი ეს მოცემული ყოფილიყო როგორც ერთგვარი სურათი, აი მრავალფეროვანი სურათი. თუმცა ნელ-ნელა აი კონცეფცია მცვლილება განიცადა და საბოლოო ჯამში მივიდა აი ამ წესამდე, რაზეც ვისაუბრეთ და აი მიზანი გახდა თითქოს ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის ახლებური ურთიერთობის ჩამოყალიბება. ანუ ხიდის გაგება, ასე ვთქვათ, ანუ ხელოვნებსა და საზოგადოებას შორის. კი, და არა მარტო ეს, ასევე ჩვენ გვინდა რომ განსხვავებულად შევხედოთ, ახლებურად შევხედოთ ისეთ ცნებებს, როგორიც არის მაგალითად ვაჭრობა. ჩვენ გვინდა ვაჭრობა დავინახოთ როგორც უფრო ფართო მოვლენა, ვაჭრობა დავინახოთ როგორც დიალოგი, როგორც ინფორმაციის, ცოდნის გაცვლა და ამისთვის გვაქვს კიდევ შესაბამისი წესი. მაგალითად,
როდესაც ხელოვანი შეასრულებს აი ამ ნამუშევარს, იმ შემთხვევაში თუ შემკვეთს მოეწონება და დააკმაყოფილებს აი საბოლოო შედეგი. მერე გადავდივართ აი ამ სწორედ მეორე ეტაპზე, რასაც დავარქვათ ვაჭრობის ეტაპი. ამ ეტაპზე უკვე ვთავაზობთ შემკვეთსაც და შემსრულებელსაც სპეციალურ ჩამონათვალს, სადაც მათ შეუძლიათ მიუთითონ თუ რა ფორმით ურჩევნიათ ნივთის შეძენა ან გასხვისება. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ყიდვა გარკვეულ შეთანხმებულ ფასად, მაგრამ შესაძლებელია ასევე გაცვლა. შეიძლება გაიცვალოს ნამუშევარი სხვა ნამუშევარში მაგალითად, ან ნებისმიერ სხვა ნივთში თუ რესურსში, რაც ხელოვანისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. მაგალითად, მასალაში ან ინსტრუმენტებში, ან სამუშაო სივრცე შეიძლება შევთავაზოთ ხელოვანს, რაც მისთვის საინტერესო იქნება, ან დახმარება რაიმე ტიპის კომუნიკაციაში, რომელიც ხელოვანს ჩართავდა სხვა ახალ შემოქმედებით პროცესში. პროცესი გახდეს არა მხოლოდ ერთჯერადი ყიდვის პროცედურა, არამედ ხელოვანსა და შემკვეთს შორის, ანუ ხელოვანსა და საზოგადოებას შორის გამოიყურებოდეს როგორც დიალოგი, როგორც უფრო სიღრმისეული ურთიერთობის ფორმა, როგორც შანსი, რომ მხარემა უკეთ გაიცნონ ერთმანეთის მოტივაცია უკეთ გაიგონ და გაჩნდეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობაც. როგორც წიგნს ვარჩევ ხოლმე ყდით და სათაურით, ამ შეკვეთების რვეულშიც ასე ავირჩიე საქართველოს პასპორტი. ყველაზე საინტერესო ჟღერდა ჩემთვის და საერთოდ საქართველოში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა პასპორტს კიდე სხვა რამესაც ეძახიან ხოლმე და ამით უფრო დავინტრიგდი თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორი. ჩემთვის საქართველოს იდენტობა ხო მუდმივად დასაცავია და მუდმივად იმის დასტურშია, რომ ვინ არის და დავიწყე მეც ფიქრი, ჩემთვის ვინ არის და რა გამოხატავს ყველაზე მეტად მას და გამახსენდა ეკლექტური ბანერები, წარწერები და გრაფიტები, რაც ხდება ხოლმე სოფლებშიც, ქალაქებშიც და არის ზოგადი ჩვენი სახე. ამ ეკლექტურობაში ვგულისხმობ წმინდა გიორგის წარწერას, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი, გვერდით გამოკრულ სტალინის ფოტოს და შიშველ ქალს. ეს კონკრეტული ნამუშევარი გორში გავაკეთე. ამიტომ სტალინი აუცილებელი იყო, ისედაც აუცილებელი, მაგრამ ამ ლოკაციისთვის უფრო მეტად. და ამ ქალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სხვა შიშველი ქალების კრებითი სახეა, თუმცა კონკრეტული პერსონაჟიც არის სერიალ ფარული ვნებიდან აღვირახსნილი ბარის მომღერალი როსარიო მონტესი. როსარიო იყო პერსონაჟი, რომელსაც ქალებიც და კაცებიც მუდმივად აძაგებდნენ და არ აძლევდნენ ამოსუნთქვის საშუალებას, მაგრამ რეალურად ეს იქიდან გამომდინარეობდა, რომ კაცებს უნდათ როსარიო პარტნიორად, ხოლო ქალებს უნდათ, რომ მას დამსგავსებოდნენ და მასავით ჩაეცვათ. ესეც არის საქართველოს ერთგვარი პასპორტი, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფლებისკენ არის მიდრეკილი, საქართველოში ყოველთვის განწირულია მსგავსი დამოკიდებულებისთვის. აგრეთვე იმ კაცებსაც გამოხატავს, რომლებზეც ლექსის მიხედვით ნათქვამია, რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისაო. და ქალები არასდროს არ არიან ისეთი რეალიზებულნი, როგორც როსარიო მონტესი, იმიტომ რომ ქართველი ქალი იმდენად დაკავებული და დასაქმებულია მატერიალური ამბებით, რომ იმისთვის დრო არ რჩება საერთოდ დაფიქრდეს რეალიზებულია თუ არა და მთლიანი ეს ნამუშევარი ჩავსვი ლამინირებაში, როგორც სტანდარტული პასპორტი. კიდე მე რაც დავინახე, ეს არის რომ კავშირი დგება მოთხოვნა მიწოდების შორის, რადგან შემკვეთები არიან ადამიანები, რომლებიც თავის სურვილებს გამოთქვამენ. და შემსრულებლები არიან არტისტები, რომლებსაც აქვთ კრეატივი, აქვთ თავისი შემოქმედებითობა და შეუძლიათ ასე ვთქვათ, დაეხმარონ იმ ადამიანებს იმ ჩანაფიქრების განხორციელებაში და ზუსტი არ მოახდინონ საზოგადოების სურვილებს. კი, ზუსტად. სწორად შენიშნე, ერთ-ერთი მიზანი ასევე არის ეგრეთ წოდებული მოთხოვნის შესწავლა. აი ეს შეკვეთები პირობითად, არა პირდაპირ, რა თქმა უნდა, პირობითად წარმოადგენს
მოთხოვნას, საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნას და ხედვას თუ რას მოელიან ისინი ნამუშევარში, რას მოელიან ისინი ხელოვანებისკენ. ანუ ამ შეკვეთების შეგროვება არის მოთხოვნის შესწავლაც. და სწორედაც ეგ მომენტიც არის ჩადებული, რაც შეეხება მოთხოვნის კვლევას. აი ეს შეკვეთებზე, რაც ვისაუბრეთ, შეკვეთების წიგნში რაც იწერება, ეს არის ერთგვარი ბაზრის კვლევა, მოთხოვნის კვლევა, რაც არსებობს საზოგადოებაში. პირობითად, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ აი ამ მოთხოვნას უპასუხოთ და ეს პასუხი გაცემული იქნეს ნამუშევრების, აი იმ პროდუქტების პროდუქციის სახით, რაც შემდეგ ხელოვანების მიერ იქმნება. ილო, როგორ ფიქრობ, ეს რამდენად ეხმარება თვითონ ეროვნულ კულტურას განვითარებაში? რა თქმა უნდა, ამაზე მოქმედებს ის მთლიანი გარემო, რაც არსებობს ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით და პირველ რიგში, რასაც რისი გამოსწორების მცდელობაც არის აი ამ სტრუქტურაში, ხო, ჩემი მხრიდან, არის ის, რომ მეტი კავშირი ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის, ერთმანეთის უკეთ და ახლოს გაცნობა და მეტი მოქმედება და ის, რომ ხელოვნებამ მიაღწიოს კიდევ მეტ ადრესატთან და საზოგადოების წარმომადგენლებიც უფრო ახლოს მივიდნენ ხელოვნებასთან. მაღაზია თვითონ შევარჩია ეს ტერმინი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ მაღაზია ზოგადად არის ისეთი წერტილი, სადაც ბევრი რამე აისახება ჩვენ საზოგადოებაში არსებული განწყობები, პერსონები, ეკონომიკური მდგომარეობაც თუნდაც და აი აქედან წამოვიდა ეს ტერმინი. ასევე ვიზუალურად ეს წარმოდგენილი მქონდა, როგორც აი მრავალფეროვანი სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ერთობლიობა, აი ერთ სურათში მოცემული. ასევე მინდოდა რომ რაღაცა პროცესის ყოფილიყოს და სწორედ აი ამ პროცესის ელემენტმა იმძლავრა შემდეგ და უფრო წავიდა როგორც აი ერთგვარი მექანიზმის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მისცემდა ახლებურ ენერგიას ხელოვანებსაც და მოიზიდავდა ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენებს. ანუ დაინტერესებულ პირებს, ვისაც აინტერესებს ხელოვნების სფეროს განვითარება, ხო? მაგის გულს. კი, და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის, რომ თვითონ ეს პროცესი იყოს და არის აბსოლუტურად ღია. ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში, იქნება ეს ხელოვანი, თუ იქნება უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანი. ადამიანებს შეუძლია ჩაერთონ როგორც შემკვეთი და ისიც ასევე ჩვეულებრივი მონაწილე არის ამ პროცესის, ასევე შეუძლია როგორც ხელოვანი. და ყველაზე მეტი სიხარული სწორედ ამას მოაქვს ხოლმე, როდესაც ადამიანები პირველად აკეთებენ თავის ცხოვრებაში ნამუშევარს. აი ეს გარემო და ეს წესები, რაც შემუშავებული გვაქვს, ხომ? ეხმარება, უბიძგებს ადამიანებს, რომ გააკეთონ ნამუშევარი. შეიძლება ვინმეს უნდოდეს დიდი ხანი, რომ რაღაცა ნახატი დახატოს ან სხვა ტიპის ნამუშევარი შექმნას, მაგრამ ვერ ახერხებდეს ამას. აქ ჩვენთან თქვენ გაქვთ იდეები, რომელიც ასევე გამოდგება როგორც ინსპირაცია, ჩვენ ვთავაზობთ სამუშაო სივრცეს, ინსტრუმენტებს და ყველა თუ საჭირო არის გარკვეულ დახმარებასაც აი ამ ნამუშევრის შექმნის პროცესში, რაც აიოლებს აი ამ პირველი ნაბიჯების გადადგმას და თუ წარმატებული გამოდგა ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე შეიძლება მატერიალური სარგებელიც მიიღოს ან სხვა ტიპის ნებისმიერი სარგებელი. უკვე შემდგარი ხელოვანებისთვისაც საინტერესო არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის განსხვავებული გამოცდილება, განსხვავებულ ფორმატში აკეთებენ ნამუშევარს და აი თვითონ აი ამ კომერციულ ფაზაშიც სხვა ელემენტები შემოდის და აი ამ ხრივაც საინტერესო არის მათთვის. კი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის ზოგადად ეს პროექტი და ჩემი აზრით ბევრ რაღაცას განავითარებს კიდე ადამიანის კრეატის მაგალითად კარგია რომ ჩარჩოები არ არსებობს ეს კონსერვატიული დამოკიდებულება რომ ადამიანი მაინც და მაინც უნდა იყოს რაღაცა აღიარების ქვეშ ან რაღაც მსგავსი ეს ძალიან კარგია. მოკლედ მაინტერესებს რაიმე სახის გამოფენები თუ გქონია რაღაცა ანუ ეს განვითარების გზა როგორ მიდის, შენ როგორ შეაფასებდი? ჯერჯერობით რამდენიმე წელია ამ პროექტზე რაც მუშაობ და ძირითადი ხაზი, რასაც მივყვებით ჯერჯერობით, ეს არის ვორქშოპი და გამოფენა
რამდენიმე workshop-ი და გამოფენა გავაკეთეთ უკვე. ცხადდება open call-ი, მოდიან დაინტერესებული პირები, ნახულობენ, ამოირჩევენ შეკვეთების წიგნიდან მათთვის სასურველს და ერთად ვიწყებთ მუშაობას. ერთი კვირის განმავლობაში, ორი კვირის განმავლობაში ხდება ინდივიდუალური მუშაობაც, თვითონ ჩვენ სივრცეშიც აი გუნდური მუშაობის პროცესიც მიდის, ეს ყველაზე საინტერესო არის ხოლმე, იმიტომ რომ აქ ადამიანები კიდევ იცნობენ ერთმანეთს, უზიარებენ თავის გამოცდილებას და ეს სხვა ატმოსფეროს ქმნის კიდევ ძალიან ცოცხალს და მრავალფეროვანს. აი ამ workshop-ის შემდეგ უკვე ვაკეთებთ გამოფენას, აი ამ შექმნილი ახალი ნამუშევრების, სადაც პატიჟებთ აი სწორედ ამ შემკვეთებს და აი ამ გამოფენაზე უკვე ხდება ეს კომუნიკაცია ხელოვანებსა და შემკვეთებს შორის და შესაძლო გარიგებების მონახაზის გაჩენაც. რამდენიმე workshop-ი და გამოფენა გავაკეთეთ, ძირითადად თბილისში გაკეთდა 3 გამოფენა, ერთი გამოფენა კი ქალაქ გორში, რომელიც ასევე სხვა მხრივ საინტერესო იყო, იმიტომ რომ იქ იყვნენ ჩართული იქაური ადამიანები, რომლებიც კიდე სხვა მუხტი მოგცეს, სხვანაირად დაინახეს ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნეს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და უნდა აი ეს მოდელი რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან უნდა მივიტანოთ. ძალიან კარგია, როგორც ამბობ, ესე გამოხმაურება ქონია. ეგ ძალიან კარგია, აქაც მე ბევრ შემოქმედებას ვხედავ, რომელიც სხვადასხვა სფეროში არის და ძალიან მიხარია მე თვითონაც და კიდევ ბევრი გაკეთდება, დარწმუნებული ვარ ამ მხრივ და კიდევ ბევრი შედევრები შეიქმნება და არავინ არ იცის ეს არტისტები ბოლოს ვინები იქნებიან და მათი შემოქმედება შეიძლება უფრო ძვირიც და ძვირიც გახდეს დროთა განმავლობაში. კი ბატონო. და დავამატებდი კიდევ იმას, რომ თვითონ აი ეს შედეგი რაც ამან უნდა მოიტანოს, ხო? და ამის გარკვეული ნიშნები არის. და აი მთავარი იდეა თუ შეიძლება ვთქვათ, რისკენ მივისწრაფვით, ხო? სამომავლოდ აი რისი მიღწევა გვინდა. ეს არის რომ თითქოს და საპირისპირო ცნებების ერთმანეთში ისე მორგება და გადაკვეთა, რომ შევქმნათ რაღაცა ახალი მოდელი აი ამ საპირისპირო მოვლენების ურთიერთდახმარებისა. ეს ეხება ხელოვნებას და ეკონომიკას. სტერეოტიპულად ითვლება, რომ ეს არის იდეალისტური მიდგომა და პრაგმატული მიდგომები. სხვადასხვა ჯგუფად გამოიყურება. აი ჩვენი მიზანი ზოგადად რომ ვთქვათ, არის სწორედ ეს, რომ ერთმანეთის თითქოს და საწინააღმდეგო მხარეები ისე გადავკვეთოთ ერთმანეთში, ისეთი წერტილი ვიპოვოთ, რომ არათუ საწინააღმდეგო, არამედ ერთმანეთისთვის სასარგებლოდ დაიწყოს მუშაობა და შექმნას ერთიანი ჰარმონიული სურათი, რომელიც კიდევ სხვა საფეხურზე გაგიყვანს და შედეგს მოიტანს ორივე მხარისთვის. ახლა უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს ორი ერთმანეთს დაუკავშირო ისე, რომ არ მოხდეს დისონანსი. ჩვენ შევიმუშავეთ აი ეს მოდელი ერთგვარი თამაშივით, რომლითაც გვინდა რომ აი სწორად გადავკვეთოთ სწორედ ეს ორი ცნება და პირიქით მესამე კიდევ უფრო მაღალი შედეგი დაიდოს. ჩვენ ასევე ვცდილობთ რომ ვაჭრობა დავინახოთ სხვაგვარად, დავინახოთ როგორც დიალოგი. ჩვენ ვამბობთ რომ ვაჭრობა არ არის მხოლოდ აუცილებელი მოგებისთვის ეს საქმიანობა და სურვილი რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოგება მიიღო. ჩვენ ვთავაზობთ ასეთ გაგებას, რომ მოდი ვაჭრობას შევხედოთ როგორც ურთიერთსასარგებლო მიზნისკენ მიმავალ თავისუფალ შემოქმედებით პროცესს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოდით ვარდისფერი სათვალე გავიკეთოთ ყველამ. არა, ჩვენ გვინდა რომ ასევე პრაგმატულად შევხედოთ ამ მიზანს და დავამტკიცოთ, რომ თუ ასე მიუდგებით ვაჭრობის პროცესს, მაშინ პრაგმატული თვალსაზრისითაც უფრო მეტ შედეგს მივიღებთ. მარტივად რომ ვთქვა, უფრო მეტი მოგება იქნება მატერიალური თვალსაზრისითაც და შემოქმედებითაც უფრო საინტერესო პროცესებს შევხვდებით, თუ დავიწყებთ ძებნას ურთიერთ გადაკვეთის წერტილისას. კი, ანუ კიდევ ერთი რაც შემიძლია თქვა ჩემი აზრი, ჩემ პროექტზე, ეს რომ
იქნება ისტორია, რომელიც ახდენს ჩვენი დღევანდელობის ან ერეკლის შექმნას, ჩვენი ხელოვანების შექმნილ სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც დღევანდელობას აღწერენ ფაქტიურად და ჩვენი დღევანდელი ადამიანების სურვილებს. ძალიან დიდი მადლობა ელო შენი პროექტის წარდგენისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარდება ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი შეიქმნება და ეს შემოქმედებაც გაიშლება და იპოვის თავის პატრონს. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარი ერთ-ერთი პრინციპი არის აი სწორედ ღიაობა და ხელოვნების მიტანა, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, მეტ სივრცეში და ხელოვნების ნიმუშებით შექმნა სხვადასხვა მედიუმში. ჩვენ ასევე მიზნად გვაქვს, რომ აი ეს ნამუშევრები წავიდეს საერთოდ სხვა მიმართულებითაც, სხვა პროფესიაშიც გადავიდეს, მივწდეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ხელოვნება იყოს ყველგან, ყველასთან და ყველაფრის მეშვეობით. ყველაფერი ხელოვნება. ხელოვნება ყველას.